ჭიათურაში დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. საინიციატივო ჯგუფის შეთანხმდა, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით რადიკალურ ზომებს მიმართავენ, მათ შორის სპეციალური გამშვიდობის ასევე აპირებენ აკონტროლონ ტრანსპორტის გადაადგილება იმისთვის, რომ ჭიათურიდან ნედლეულისა და სხვა მასალების გადანა შეფერდეს. დღევანდელ აქციაზე პირველად გამოჩნდნენ გერმანიის მარქსისტ-ლენინისტური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ჭიათურაში მიმდინარე აქციებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ამ კავშირზე ღიად საუბრობენ საინიციატივო ჯგუფის წევრები, მათ შორის არის ტარიო მიქაძე, რომელიც ადასტურებს, რომ მათგან ფინანსურ დახმარებას იღებენ. თუმცა სწორედ უცხო ქვეყნიდან მიღებული დაფინანსების გამო რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებმა საინიციატივო ჯგუფი მწვავედ დააკრიტიკეს და ადგილობრივებმა საინიციატივო ჯგუფი მწვავედ დააკრიტიკეს და მასზე ფინანსურ დახმარებას გვირდებიან, არაერთჯერ დაგვხმარებიან და კიდევ მომავალში გვირდებიან, რომ დაგვეხმარება სოლიდარობას ვიცხადებენ როგორც ფიზიკურს, ასევე ფინანსურ დახმარებას გვირდებიან, არაერთჯერ დაგვხმარებიან და კიდევ მომავალში გვირდებიან, რომ დაგვეხმარება და ეს ყველა თითეული მათგან განმოგზავნილი ევრო არის ღია, რომ მარდება ლუკმად დაადგა სკელზე გადმორიცხული 5000 ევრო და ბინების შემაძენილეს შემაც მოწინააღმდეგეებმა თანხებს, ეს თანხები მოხმარდა და მოხმარდება ჭიათურელი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებაში. გერმანიის მარქსისტ-ლენინისტური პარტია არის გერმანიაში მუშათა ერთადერთი პარტია. ჩვენს უმრავლესობას წარმოადგენენ მუშები. ეს არის საკმაოდ დიდი პარტია. არა იმდენად დიდი, რომ რევოლუცია მოახდინოს, თუმცა საკმაოდ დიდი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთ ბრძოლებს, როგორიცაა მაღარუელების ბრძოლა. ჩვენი მიზანია ადამიანების გაერთიანება, რათა შევძლოთ მსოფლიოს შეცვლა მუშების სასიკეთოდ. ეს იქნება ნამდვილი სოციალიზმი. თუ მუშები გაერთიანდებიან და ერთად იბრძოლებენ, ისინი მსოფლიოს მართვასაც შეძლებენ. ყველა ქვეყანამ უნდა იმუშაოს ერთად და გააზიაროს გამოცდილება და მოსაზრებები.